ბოლოს და ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ნამდვილი გარღვევა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი განეხილავენ ირანის სახმელეთო ბლოკადას. ეს არის გეგმა, რომელიც უნდა გააძლიეროს ეკონომიკური ზეწოლა თეირანზე, მას შემდეგ როგორც კი მის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია შეჩერდა. არსი იმაშია, რომ საზღვაო ბლოკადის გარდა აშშ და ისრაელი ცდილობენ ირანის ნამდვილი ალყა მოაწყონ. მათ შორის ერაყის, თურქეთის, პაკისტანის, ავღანეთის, თურქმენეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, რომელთაც ირანი ესაზღვრება. რაი უკრაინის დართმა კასპიის ზღვაში ირანულ გემზე შეიძლება ირანისა და რუსეთის კავშირების ბლოკადის დასაწყისი ყოფილიყო. და სწორედ იმავე დღეს ტრამპმა კიდევ ერთ ისტორიულ გარღვევაზე განაცხადა. ეს არის შეთანხმება ჰამასის მებრძოლებთან ღაზის სექტორში სრული განიარაღების შესახებ. აქ ერთი ნიუანსია. თავად ისრაელმა ამ შეთანხმების მხარდაჭერა არ დაადასტურა და მიანიშნებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ეს შეთანხმება განხორციელდეს. მოდით ამ გამოშვებაში ორივე ისტორიას განვიხილავთ. რა ბლოკადა ემზადება ირანისთვის და რატომ შეიძლება, რომ შეთანხმება ღაზის სექტორში ისეთივე სწრაფად დაიშალოს, როგორც დღეს მის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ამ ორ თემას ერთად განვიხილოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს, ამიტომ მადლიერი ვიქნებით თითოეული თქვენი გამოწერისთვის. ამ გამოშვებას დავიწყებ ირანის ბლოკადის თემით. ბრიტანული The Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განეხილავენ ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას, სხვა ვარიანტებთან ერთად, რომლებიც მიზნად ისახავს თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას. ამ იდეის განხილვა გაიმართა თეთრ სახლში 28 ივლისს, სადაც ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობდნენ. რუსული და არაკინეტიკური საშუალებებით. გახსენებთ, სწორედ იმ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანზე სანქციებითა და ბლოკადით ზეწოლა სჯობს, ვიდრე იარაღით დარტყმა. თითქოს ირანს ისედაც აღარ აქვს საშუალება თავისი მებრძოლებისთვის გადაუხადოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ირანის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. გარდა ამისა, იწმუნებიან, რომ დონალდ ტრამპი თვლის, რომ მისი მიმდინარე სტრატეგია ჰორმუზის სრუტის გამბლოკვის საკითხში ჩიხში შევიდა. ამასთან დაკავშირებით ის განიხილავს ესკალაციის სხვადასხვა ვარიანტს, რომლებიც თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას აიძულებდა. სახმელეთო ბლოკადა სრულად შეესაბამებოდა მის მაქსიმალური ზეწოლის სტრატეგიას, რომელიც მიმართულია ირანის ეკონომიკის დასუსტებაზე და რომელსაც წინ უძღვოდა საზღვაო ბლოკადა. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს გეგმა? სახმელეთო ბლოკადა. რადგან უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ბლოკადა ზღვაში, კარგი, აქ ყველაფერი გასაგებია. სამხედრო საზღვაო ფლოტი ცდილობს დაბლოკოს ნებისმიერი გემის შესვლა და გამოსვლა ირანის პორტებში. და მანამდე ამერიკის ცენტრალური სარდლობა მაქსიმალურად ბომბავდა ბანდარაბას, რათა პორტი შეზღუდული ყოფილიყო, ბომბავდა კეშემის კუნძულს. პრინციპში აქ ლოგიკა გასაგებია, მაგრამ სახმელეთო ბლოკადა ეს ფაქტობრივად მთელი სახელმწიფოს ალყაში მოქცევაა, ხოლო ირანი საკმაოდ დიდია და ესაზღვრება საკმაოდ ბევრ ქვეყანას. ეს გეგმა აშშ-სა და ისრაელისგან მოითხოვს ზეწოლა მოახდინონ არაუშუალოდ ირანზე, არამედ ირანის მეზობლებზე და მის რეგიონულ პარტნიორებზე, რათა მათ დახურონ ან გაამკაცრონ კონტროლი სასაზღვრო გადასასვლელებზე. და ეს შეზღუდავს სავაჭრო ნაკადებს ირანში და ირანიდან. მაგრამ აქ ერთი პრობლემა არსებობს. თუ გეოგრაფიას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ირანი ესაზღვრება ერაყს, თურქეთს, პაკისტანს, ავღანეთს, თურქმენეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას საზღვრების დახურვის შეხვნის შესახებ, შეიძლება შეეჯახონ ირანის საპასუხო დარტყმებს და მაშინ აშშ-სა და ისრაელს მოუწევთ მისცენ გარკვეული გარანტიები, რომ ირანის ბლოკადა ის ამ ქვეყნებისთვის ძალიან საშიში არ გახდება. სახმელეთო ბლოკადა შეიძლება მიმართული იყოს საკვანძო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, როგორიცაა ინჩებურუნი და ჩრდილოეთ სირაქსი, რომლებიც ირანსა და თურქმენეთს აკავშირებს. თითქოს აქ ძალიან სერიოზულად დაირღვევა ვაჭრობის ჯაჭვი და კავშირების ჯაჭვი, მათ შორის ჩინეთთანაც. ანუ ეს არ არის ტოტალური ბლოკადა, მაგრამ საქონლის ნაკადის მაქსიმალური შეზღუდვა. ამავე დროს, ამ მთელ ჯაჭვში პოტენციურ სუსტ რგოლებად შეიძლება იქცეს პაკისტანი და ერაყი.
ზუსტად იმიტომ, რომ ისინი ამერიკელების მჭიდრო მოკავშირეები არ არიან. და აქ არის მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელსაც თავად გაზეთი ტელეგრაფი აკეთებს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თანხმობას განაცხადებს სახმელეთო ბლოკადაში თანამშრომლობაზე, რისკავს, რომ იგრძნოს უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ირანთან ვაჭრობის შემცირების გამო. ამიტომ ეს ყველასთვის ძვირი დაჯდება. და ეს ძვირია, ალბათ მოუწევთ რაღაცით დაფარვა. და ქვეყნები, რომლებიც ამას დათანხმდებიან, ტრამპისგან კომპენსაციას მოითხოვენ. ამიტომ ექსპერტებიც ამას საერთოდ არ გამორიცხავენ. არსებობს ალბათობა, რომ სახმელეთო ბლოკადის შესახებ განცხადება აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ყურადღების გადატანის მანევრია, რათა თეირანისგან დამალონ რეალურად მზადებადი ქმედებები, რადგან აშშ აგრძელებს სამხედრო ძალების გადმოყვანას რეგიონში. როგორც ინფორმირებული ისრაელელი ჩინოვნიკი ამბობს, თეთრ სახლში 28 ივლისს გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ამ ომში შემდგომი მოქმედებების 3 ვარიანტი განიხილეს, რომელიც კვლავ გააქტიურდა ივლისის პირველ ნახევარში ირანის მხრიდან ორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების შემდეგ. მათ შორის იყო შეთანხმების მიღწევა, საზღვაო ბლოკადის გაგრძელება და დარღვევების განახლება. ამ გადაწყვეტილების კონტექსტი გასაგებია. დონალდ ტრამპმა მანამდე უკვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება კვლავ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, თუ მოლაპარაკებებიდან ყველაფერს ვერ მიიღებს, რაც სურს. ანუ როგორც ჩანს, სახმელეთო ბლოკადა არის შუალედური ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტი, რომელსაც განიხილავენ როგორც ალტერნატივას ან დამატებას ახალ ავიადართმებზე, სანამ ომანისა და სხვა შუამავლური არხებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეხლა დღევანდელი დღის მეორე დიდი ამბავი და ჩემი აზრით ის ბევრად უფრო რეზონანსულია. დონალდ ტრამპმა დღეს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში შემდეგი განცხადება გააკეთა. ციტატა: დღეს მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ჰამასის და ყველა სხვა შეიარაღებული ჯგუფის სრულ განიარაღებაზე ღაზის სექტორში. ეს მონუმენტური ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. ტრამპმა დააზუსტა, რომ ჰამასისა და სხვა ჯგუფების განიარაღების შემდეგ ისრაელის ჯარები სრულად დატოვებენ ღაზის სექტორს და ძალოვანი სტრუქტურების ადგილს დაიკავებენ საერთაშორისო სტაბილიზაციური ძალები ახალ პალესტინურ პოლიციასთან ერთად. ღაზის სექტორს უხელმძღვანელებს ტექნოკრატიული ეროვნული კომიტეტი. ეს არის სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული არც ჰამასთან და არც პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელობასთან. და აი დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა შუამავლობისთვის ეგვიპტეს, კატარს და თურქეთს. როგორც გაირკვა ასეთი შეთანხმება 30 ივლისს ეგვიპტეში ელ-ალამეინში გაფორმდა და ეს არის პირველი შემთხვევა ამ ტერორისტული მოძრაობის ისტორიაში, როდესაც ჰამასი საერთოდ დათანხმდა რაიმე სახის შეიარაღების შეზღუდვებზე. მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო საბოლოო ეტაპზე სწორედ ეგვიპტე, კატარი და თურქეთი ახორციელებდნენ ჰამასზე მუდმივ ზეწოლას, რათა ჰამასი დათანხმებოდა იმ პირობებს, რომლებსაც ადრე კატეგორიულად უარყოფდა. და აი გეგმის მიხედვით, ეხლა ყურადღება, გეგმის მიხედვით, ჰამასისა და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მთელი მძიმე და მსუბუქი შეიარაღება უნდა განეიტრალდეს 6-8 თვის განმავლობაში. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი. მთელი მძიმე და მსუბუქი შეიარაღება. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ნიუანსი. უკვე რამდენიმე საათში დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ ისრაელმა ეს შეთანხმება არ დაუჭირა მხარი. როიტერის ცხარომ, ისრაელის ხელმძღვანელობაში ტრამპის განცხადებამდე განაცხადა შემდეგი: ისრაელი მოითხოვს ჰამასის სრულ განიარაღებას, მათ შორის იარაღის გაყვანას ღაზადან და სექტორის სრულ დემილიტარიზაციას, როგორც წინასწარი პირობები ნებისმიერი პროცესისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 15 პუნქტიანი დოკუმენტი, რომელზეც საუბარია, არ იძლევა დამაკმაყოფილებელ პასუხს ამ მოთხოვნებზე და ამიტომ ისრაელმა გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ, ისრაელი მოითხოვს ამ იარაღის სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან, ხოლო ის შეთანხმება, რომელიც თითქოს და ტრამპმა დაანონსა, ის ითვალისწინებს ამ იარაღის განადგურებას, წყობრიდან გამოყვანას, მაგრამ ის მაინც დარჩება ღაზის სექტორში. აქსიოსის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ სამშაბათს შეხვდა ოვალურ კაბინეტში სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს და უთხრა მას, რომ ისრაელი მხარს უჭერს მოლაპარაკებების გაგრძელებას, მაგრამ ეს ფორმულირება შორს არის კონკრეტული პირობების დამტკიცებისგან, რომლებიც ახლა მაგიდაზეა. იერუსალემ პოსტის ინფორმაციით, ისრაელმა თავის წინააღმდეგობა უფრო ადრე გააცნო დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ თონი ბლერს,
რომელიც ახლა შუამავლობს. და კიდე ერთმა წყარომ დაამატა, საკმაოდ მკაცრად. არ იქნება გამონაკლისი ცალკეული იარაღისთვის ან ცალკეული ადამიანებისთვის. ერთი ხელისუფლება, ერთი კანონი, ერთი იარაღი და სხვანაირად არ იქნება. არსებობს საპასუხო პირობებიც. მეორე მხრივ, მოლაპარაკებების დელეგაციის წარმომადგენელმა ჰამასიდან რაზი ჰამადმა გამოცემა ალ-ჯაზირასთან განაცხადა, რომ მოძრაობა არ დაიწყებს განიარაღებას, სანამ ისრაელის ჯარები სრულად არ დატოვებენ ღაზის სექტორს. ამის შემდეგ ჰამასი შიგნითაც დააზუსტეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ორადრება, ეს ტყუილად არ მithkoms, დაიმახსოვრეთ. პუნქტი მძიმე შეიარაღებაზე. ხო და ეხლა ჰამასში აცხადებენ. მძიმე შეიარაღება ღაზაში შექმნილი პალესტინური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ იქნება და ის ვერ გადაეცემა ისრაელს ან სხვა არაპალესტინურ ქვეყანას. ანუ მძიმე შეიარაღების განადგურებას ჰამასი თითქოს დაეთანხმა, თუ ტრამპის განცხადებას დაუჯერებთ, მაგრამ თითქოს არც დაეთანხმა, თუ თავად ჰამასის განცხადებას დაუჯერებთ. ანუ თითქოს რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ისევ არაფერზე არ შეთანხმდნენ. და ბოდიში, მაგრამ ეს კლასიკური ჩიხია. აი ეს, რა იყო პირველი? ქათამი თუ კვერცხი? კვერცხი თუ ქათამი? რას გულისხმობ? ისრაელი მოითხოვს ჰამასის განიარაღებას, როგორც ისრაელის ჯარების გაყვანის წინაპირობას. ხოლო ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე, სანამ ისრაელის ჯარები სრულად არ გაიყვანენ. და აი აშშ-ისა და მინსკის საბჭოს წარმომადგენლები ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ განიარაღების პროცესი უკვე მომავალ თვეში დაიწყება. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ჰამასი ხშირად საჯაროდ უარყოფს შეთანხმებებს, უკვე მას შემდეგ, რაც ისინი გამოცხადებულია, მთელ ამ კონსტრუქციას უკიდურესად მყიფეს ხდის. არ არის ნათელი ისიც, რა ბედიელის მებრძოლების მსუბუქ და პირად იარაღს. ეს საკითხი შეთანხმებაში საერთოდ არ არის გაწერილი. და ნებისმიერი მებრძოლი შეიძლება თქვას, მოусმინეთ, აქ 7 AK ავტომატი მაქვს, ეს ჩემი პირადი იარაღია. თქვენ ხომ არ დაგიწერიათ, რა ვქნა მასთან დაკავშირებით? ეს არ არის ჰამასის მოძრაობის იარაღი, ეს ჩემი პირადი ავტომატებია. რა უნდა გაკეთდეს მათთან, ეს საერთოდ არ არის გაწერილი. მთელი გამოშვების შედეგი ასეთია. პირველი, 1. ირანის სახმელეთო ბლოკადა და გარიგება, ღაზის სექტორთან დაკავშირებით არის ვაშინგტონის მცდელობა, დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებებით მიაღწიოს შედეგს იქ, სადაც სამხედრო ზეწოლა ან შეჩერებულია, ან ძალიან სარისკო და ძვირადღირებული გახდა. 2. ორივე შემთხვევაში გეგმის რეალური განხორციელება დამოკიდებულია მესამე მხარეებზე, რომლებაც საჯაროდ არ დაადასტურეს თავენთი მონაწილეობა. 3. ირანის მეზობლები ბლოკადის შემთხვევაში და ისრაელი ღაზის სექტორის შემთხვევაში. ანუ ტრამპი ისევ აცხადებს, ჩვენ შევთანხმდით ჰამასთან, მაგრამ ისრაელმა ამის შესახებ იცის, თუმცა არ ადასტურებს. და შემდეგ აშშ სურს ირანის სახმელეთო ბლოკადა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მთელი რიგი ქვეყნებთან შეთანხმება. შეთანხმდნენ თუ არა, ჯერ კიდევ უცნობია. ორივე შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ გეგმა ქაღალდზე დარჩეს. 5. ირანის ბლოკადის მესამე იდეა შეიძლება იყოს ყურადღების გადატანის მანევრი და სინამდვილეში სულ სხვა რამ მზადდებოდეს. მთლიანად ახლო აღმოსავლეთისთვის ეს ნიშნავს გაურკვევლობის პერიოდის გაგრძელებას. ამავდროულად მაგიდაზე დევს როგორც ირანის ეკონომიკური დახრჩობა, ასევე ჰამასის განიარაღება. მაგრამ არც ერთ ამ პროცესს არ აქვს იძულების მკაფიო მექანიზმი, თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის ამ შეთანხმების თავისი ნაწილის შესრულებაზე. მაგალითად, ჰამასი იტყვის, აღარ მინდა გადავიფიქრე. და მე რა უნდა ქნას ვინმე? ან ისრაელი იტყვის, კარგი, ჰამასი განაიარაღეთ, მაგრამ ჩვენ ჯარებს ღაზის სექტორიდან არ გავიყვანთ. და მე რა უნდა ქნას ვინმე? ეს პუნქტები საერთოდ არ არის განსაზღვრული. აქ წერტილებს დავასვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, რომელიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში მოცემულ ბულებზე და რეკვიზიტებზე. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.